ამიტომ დასრულებული ამბავია ეს მესიჯი მოკვდა. მაინც აი ყველაზე ამბენელი ამორალა. ახალი ვერ ექნებათ მესიჯის მოკლაშია ეს ომით უმშვიდობა ტყუილი მესიჯის, ხო, ტყუილი ნარატივის მოკლაში ძალიან პოზიტიური როლი ითამაშა მედიამ, კრიტიკულმა მედიამ, რომელმაც მაქსიმალურად დაწია ეს ტემპერატურა, იმიტომ რომ სისულელე იყო უბრალოდ და ამის ტირაჟირება და კრიტიკაც კი სისულელეა, იმიტომ რომ იწვევს ამ მესიჯის გავრცელებას და მაინც როგორც არ უნდა აკრიტიკო და ბუნებრივია რომ რაციონალურად სრულად დაშალო ეს სისულელე, მიუხედავად ამისა ეს მაინც ტირაჟირებაა პროპაგანდის, ასე მუშაობს პროპაგანდა. მედია მოიქცა ძალიან გამართულად, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორად იარა რთულ ხაზზე, სხვათა შორის. იგივე გააკეთეს პოლიტიკურმა პარტიებმა და ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად არ ველაპარაკებით ქართულ ოცნებას. პრაქტიკულად არა. ეს არის ნიკამელიას პოსტი. მთელი საარჩევნო კამპანია რეგიონში გავატარე, 4 თვის განმავლობაში ვიყავი საქართველოს ყველა მხარეში, თითქმის ყველა ქალაქში, არაერთ სოფელში და არსა დამამშველისგან არ გამიგია ოცნების ეს მესიჯი. იგულისხმება მესიჯი ომის საფრთხეზე და თუ ვინმესგან გამიგია, ისევ გამგებლებისგან, ბიუროკრატებისგან და ოცნების აგიტატორებისგან. მაგალითად ომი და მშვიდობის თემაზე, რომელიც აქტუალური ამბავი არის ახლა. ეს თემა რატო არ იქცა წინა საარჩევნო პერიოდში ისეთ აქტიურ განხილვის თემად ოპოზიციის ჩართულობით? იმიტომ რომ წინა საარჩევნო პერიოდში პარტიები უფრო ფოკუსირებული არიან იმაზე, რომ რაღაცა მარტივი გასაგები მესიჯები გააგზავნონ და ურჩეველი მოიზიდონ და მაგ თემაზე გაჭირდა მოკლე მესიჯის შექმნა და მაშინ როცა ოცნების მესიჯი რომ თუ ჩვენ ვიქნებით ომი იქნება და თუ ჩვენ წავაგებთ ისინი ომს დაიწყებენ იყო ძალიან მარტივი და ესე მარტივად მაგას ვერ პასუხობ, ამიტომ მაგას ჭირდება რაღაც პოდკასტივით ამბავი, სადაც მაგ თემას გაშლი და ილაპარაკებთ და რაღაც სიღრმეში ჩახვალ და ნუ მაგის დრო და საშუალება პარტიებმა ჩათვალეს რომ არ იყო. ამიტომ მაგ თემას უბრალოდ აიგნორებდა უმეტესობა, რამდენიც მე მახსოვს. ესე იგი, რას გვიმტკიცებენ ბატონი გვარამია, ბატონი მელია, პირველი რაც უნდა აღნიშნოთ, რომ მათივე თანა ბლოკელის თუ თანაგუნდელის გზავნილი ზურა ჯაფარიძის ეწინააღმდეგო მათ გზავნილს, ხო? მელია საერთოდ იძახის, რომ არ შეხვედრია ადამიანი, ვისაც ეს თემა აწუხებდა, ამ პროპაგანდაზე კითხვა მაინც ჰქონდა ივანიშვილის რეჟიმის ომის საფრთხე არის მოაქვს თუ არა პოლიტიკურ ცვლილებას ომის საფრთხე და რომ არსებობს ეს საფრთხე ჩვენი მტრისგან, რუსეთისგან და ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მათი გზავნილიო მარტივი და ეფექტური იყო და ჩვენ ასეთი მარტივი და ეფექტური რო ვერ ვიპოვეთო, ამიტომ შევეშვით მაგ თემაზე. ხო, ნუ ჯერ ირკვევრად კოორდინებული გაწყობილება იყო მარტო მათი არა, სხვებისაც ვინც გამოეხმაურენ სამოქალაქო ჯგუფების, რომ რაღაც დაგეგმეს ესე. მაგრამ მე დაუბრუნდები ჯაფარიძის ამ განცხადებას მე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ასპექტია, მაგრამ თავარი რამე მინდა ვთქვა. ანუ ვინმე სერიოზულად ჯერა, რომ იმ პირობებში, როცა სამთავრობო პროპაგანდამ უზარმაზარი რესურსი დახარჯა ამ მოღალატეობრივ მავნებლურ პროპაგანდაზე ომის საფრთხეზე. იმ პირობებში, როცა ობიექტური რეალობა უკრაინაში არსებობს, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინული სახელმწიფოს განადგურებას და გმირულად იბრძვის უკრაინის ხალხი. ანუ ომი მიდის და ამ ომს აჩვენებს ოპოზიციური მედია ყოველ დღე. იმ პირობებში, როცა ჩვენ თვითონ ოპოზიცია, მათ შორის ეს პატივცემული ბატონები, ლეგიტიმურად ვამბობთ, რომ საქართველოს შიგნით დაპირისპირება არის ნაწილი თავისუფალი სამყაროს დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირების, ანუ იმავე დაპირისპირების ნაწილი, რაც უკრაინაში მიდისო. იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენს უახლოეს ისტორიაში მოხდა, ხო, რუსული აგრესია 90-იანებში და 2008-ში, აგერ ცოტა ხნის წინ ჩვენი სახელმწიფოს გასანადგურებლად. იმ პირობებში, როცა რუსული პროპაგანდაც პირდაპირ ეუბნება, რომ ჩვენ ვაპირებთ თავს დაგესხათ თუ რაღაცა არ მოგვეწონება თქვენს აქციელში. ვინმეს ჯერა, რომ საქართველოში ხელშესახები რაოდენობით მოქალაქეები არსებობენ, რომლებსაც ეს საკითხი, ანუ რუსული საფრთხე არ აწუხებთ? ეს შეიძლება სერიოზულად შეიძლება განვიხილოთ საერთოდ? მე პირიქით შემხვედრია კი არა, უამრავი ინტერაქცია მქონია ამ რეჟიმის მკაცრად და მკაფიოდ მოწინააღმდეგე ფუნდამენტურად ღირებულებებით ადამიანებთან, რომლებიც მაინც გეკითხებია რა საფრთხე მოყვება პოლიტიკურ ცვლილებას. ამ კითხვას გისვავენ. ეხლა როცა ეს პროტესტი მიდის, ჩემთან მოვიდნენ ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც იმ პროტესტზე დგანან. არანაირი ეჭვი არ აქვს, რომ იქ უნდა იდგნენ, მაგრამ აწუხებდათ ეს საკითხი და აწუხებდათ არგუმენტების მოპოვება ამ თემაზე სხვებთან საკამათოდ. რა უნდა უპასუხონ იმ ხელა პროპაგანდაა. და ეს ადამიანები ჩვენ სერიოზულად გიფიქრებენ, რომ აი ამ ყველაფრის მიუხედავად, თურმე ამ ყველასთვის
ნაცნობ თემაზე. იმაზე, რაზეც თვითონ იძახიან მე თავისივე პოსტში სხვაგან, რომ ამ ხალხმა კარგად იცის საფრთხე ვისგან მოდისო, რუსეთისგანო. ხო, კარგად იცის რომ მოდის. ანუ ეს საფრთხე რეალურია. რეალურ ამბავს დააყრდნო ივანიშვილის უსინდისო პროპაგანდამ თავისი გზავნილი. და ამიტომ ეს ჭყალებში არგუმენტი, რომ თურმე თუ ამ ნიაღვარს უპასუხებთ, ამით გავავრცელებთ ამბავს, რომელიც თურმე ისე გავრცელებული არ ყოფილა, არის უბრალოდ ან თავის მოტყუება, ან უტიფარი სიცრუე, უბრალოდ საკუთარი შეცდომის არაღიარების მოტივით. სხვა ახსნებას არ გააჩნია. ნიკა მელიას პოსტის კიდევ ერთი ნაწილი. უნდა ჩამოვყალიბდეთ ოცნებამ ეფექტური მესიჯით, აბა მიგინდა მოიგო არჩევნები, თუ არჩევნები გაყალბდა. ოცნების პროპაგანდას ვერ გაეცა სადამდე პასუხი და ამიტომ მოიგეს, თუ სწორად იმიტომ გააყალბეს არჩევნები, რომ მათმა პროპაგანდამ არ იმუშავა. ანუ ეს ხო საერთოდ საოცრებაა, ესე იგი, თავის ჩემი აზრით უმძიმეს შეცდომას პირიქით წარმატებად ასაღებენ იმ ფონზე, სადაც ვართ, როგორც ქვეყანა ჯერჯერობით, სანამ არ დაგვიმარცხებია ეს რეჟიმი. მაგრამ უბრალოდ ჩავყვეთ კიდევ ერთხელ, ანუ ან გაყალბდა, ან ეფექტური იყო რაღაც ნაწილშიც კი საზოგადოების ეს პროპაგანდა ამას უპირისპირებენ ერთმანეთს, ორივე ერთად არ შეიძლება, უფრო მეტიც ორივე ერთმანეთს არ ავსებს. ანუ რა გამოდის, რომ მნიშვნელობა არა აქვს რეჟიმისთვის აყალბებს და ამიტომ პროპაგანდას ტყვილა აწარმოებდა? არ ჭირდებოდა, რომ საზოგადოების ნაწილი მაინც რამდენიც არ უნდა იყოს ეს, რომ დაერწმუნებინა იმაში, რომ აქ რაღაცა დამაჯერებელი გზავნილი აქვს, თუ აი საქართველოს გადაჩენა უნდა თომისგან და ამიტომ აკეთებდნენ, ეს არ ჭირდებოდა ტყვილა ხარჯეს ეს რესურსი. და გაყალბებას რა მეთოდიც არ უნდა იყოს, არ ეხმარება თუ არსებობს გარკვეული რაოდენობით მაინც ხალხი, რომელსაც გულწრფელად მიაჩნია, რომ როგორიც უდიც არ უნდა იყოს ეს რეჟიმი, მაინც ჯობია რომ არ გავრისკოთ და მშვიდობა არ იყოს, ეს ერთმანეთს ეწინააღმდეგება და არ ავსებს და იმ მეთოდისთვის, რაც მთავარი მეთოდი იყო, ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი, უდირის აზრითაც, ამ რეჟიმის მხრიდან არჩევნების გაყალბების, გულისხმობ დაშინებას და მოსყიდვას. ამის ეფექტურად გამოსაყენებლად, ამ მორალური ჭყალებში ქოლგის შექმნა, რომ ცირა სამშობლოს კი არ ღალატობს ადამიანი, პირიქით, იმიტომ დანებდა ამ წნეხს, იმიტომ დაშინდა, ან იმიტომ წავიდა რაღაც გარიგებაზე, რომ საერთო ჯამში სწორ საქმეს ემსახურება. თავსაც რო იტყუებდეს, გულწრფელიც რო ბოლომდე არ იყოს და მით უმეტეს თუ გულწრფელია, ეგ არ უწყობს ხელს გაყალბებას. ამიტომ არათუ არანაირი წინააღმდეგობა არ არის ამ ორ ამას შორის, რომ არჩევნები სამართლიანი თავისუფალი არ იყო და რომ ომის შიშის პროპაგანდა ეფექტური იყო, პირიქით, ესენი ერთმანეთს ავსებს და ამ ეფექტურ პროპაგანდამ მათ გაუადვილა გაყალბება და დაშინებით და მოსყიდვით და სხვა მეთოდებით იმ შედეგის დაყენება, რაც დადგა არჩევნებზე. არჩევნები გაყალბდა, არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და აი ამის განხორციელებაში ივანიშვილის რეჟიმს დაეხმარა ის კამპანია და პროპაგანდა, რაც ომის შიშთან დაკავშირებით ჰქონდა და დაეხმარა ის, რომ ამას პრაქტიკულად ძირითადი პოლიტიკური ძალებისგან და ოპოზიციური მედიისგან ნულოვანი პასუხი გაეცა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იმ უაღრესად არის ჩემი აზრით უპასუხისმგებლო გზავნილების, რაც ამ ჯგუფისგან მოვისმინეთ. ისევ ბატონი ნიკა გვარამიას პოსტი არის. ირაციონალური შიშის გაფანტვა რაციონალური ახსნებით, რომ ადვილად მიღწევადი იყოს, რაღა უჭირდა სამყაროს. არც პროპაგანდა იარსებებდა. საკუთარი ოჯახის წევრებს და მეგობრებს რომ ურჩიოთ, იმედის თურქული სერიალების ყურებით, ამ არხს და მის პროპაგანდას არ აცოცხლებდნენ, მერე ამ შიშებს თავად არ ისრუტავდნენ და სხვებს არ გადასცემდნენ ვირუსივით, ეგ აჯობებდა. ანუ კამპანია რისთვის ტარდება? საარჩევნო რატო ხდება ინტენსიური ბოლო პერიოდში? გასაგებია რომ არსებობენ ჯგუფები ადამიანების, რომელსაც შეიძლება ძალიან მყარად ჩამოყალიბებული აზრი ჰქონდეს. მაგრამ ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც მერყეობენ, ნორმალური, კარგი ადამიანები, რომლებსაც ეჭვი აქვთ, ყოყმანობენ და დაპირისპირებული მხარეები ცდილობენ ამ ადამიანების დარწმუნებას. ვინც მყარია იმათ შენარჩუნებას, ვინც მყარი არ არის იმათ განმტკიცებას, ვინც მერყევია საკუთარ მხარეს გადმოყარას. და ამიტომ აწარმოებდა ივანიშვილის რეჟიმი ამ ყოვლის მომცველ პროპაგანდას. და აქ ისევ უბრუნდები ზურაჯაფრიძის გზავნილსაც. აბა რაზე მსჯელობდნენ? ანუ ვერ ვიპოვეთ მარტივიო რო იძახის. ანუ პრობლემა რო იყო, ამას აღიარებდნენ თითქოს ერთის მხრივ. და რაც მთავარია, თუ ჩვენ ჩამოყალიბდებით თურმე ადამიანებთან აზრი არ აქვს ლაპარაკს და ივანიშვილის რეჟიმი და ვერავის ვერ გადავარწმუნებთ, ანუ უნდა შევეგუოთ მარცხს მაშინ. ანუ ამ რეჟიმმა გაყალბებით, ყველა მეთოდებით და ამ პროპაგანდით ჩემი აზრით, რაც ესენი უარყოფენ, ის შედეგი დადო და ჩვენ გვაქვს მრავალრიცხოვანი პროტესტი, ოღონდ ჯერ რეჟიმი დამარცხებული არ გვყავს. ანუ ჩვენ არ გვჭირდება იმ ადამიანების დარწმუნება, ვინც აქამდე ჩვენსავით არ ფიქრობდნენ. ან კიდევ ერთხელ მეორებ, იმ განსხვავების გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვნახეთ პროტესტის მასშტაბის სახით არჩევნების შემდეგ და ივანიშვილის პოლიტიკური არარაობის კობახიძის განცხადების მერე. ანუ ეს არ გვაჩვენებს, რომ ადამიანები იცვლიან აზრს იმასთან დაკავშირებით, ეს რეჟიმი რამდენად საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის.
ეს რა აბსურდია და ისევ უნდა დაუბრუნდე მარტივი და ვრცელი გზავნილი. კაი, მარტივი თუ ვერ იპოვეს, თუმცა მე მგონია რომ გზავნილი იმაზე რომ ჩვენი მტრის რეალური საფრთხის რუსეთის წინაშე, რადგან ყველა კვლევით 80% თანახმაა რუსეთის საფრთხეა. წინაშე მარტოებს გვტოვებს ივანიშვილის რეჟიმი, როცა დასავლეთს უპირისპირდება, ეს გზავნილი არ არის შეიძლება სუპერ ეფექტური მათი აზრით, მაგრამ არც ისე გრძელია. მაგრამ თქვა მოკლე გზავნილიც უარ ქონოდათ. ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ამ საკითხზე მარტო მოკლე გზავნილებით და ბანერებით კი არ მუშაობდა. უზარმაზარი გირლიანდა ქონა გაშლილი სოციალურ მედიაში, მათი ტელევიზიით ყველგან ვრცელი საუბრები, პოდკასტებიც ჰქონდათ, რაც ჯაფარის ლაპარაკობდა, პოდკასტი ჭირდებოდაო. ყველა მეთოდით ვრცლად ისაუბრეს და ძალიან ყოვლის მომცველად დათესეს ეს მცდარი გზავნილი, რომ თურმე რუსეთთან დალაგება შესაძლებელია და თუ არ გავაღიზიანებთ, გადავრჩებით ომს. და ამასთან დაპირისპირებაზე უარის თქმა იმ არგუმენტით, რომ მარტივი გზავნილი არ ქონდა, არის კატასტროფული შეცდომა. მაგრამ ეს არის კიდევ უფრო დიდი შეცდომის ნაწილი, რაცაც აქ კითხულობ, რომ ვინც ოცნების მხარეს არის, ესე იძახიან, ან აქ შეიძლება იგულისხმოთ, ვინც არ ჩამოყალიბებულთ დღემდე. იმათთან ლაპარაკს აზრი არა აქვსო. აბა რას აქვს მაშინ აზრი? მაშინ ამ რეალობას უნდა შევეგუოთ. მაგრამ ამ ბატონებისთვის როგორც ჩანს, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, არც აღარს. არც ლოგიკას, მარტო იმას აქვს მნიშვნელობა, როგორ უნდა აიცილონ პასუხისგებლობა. და სულ ბოლოს, რა თქმა უნდა, თავისთავადაც მნიშვნელოვანია, ხო, როდესაც რაღაცა ვინმეს აზრით ამ შემთხვევაში ჩემი და არა მარტო ჩემი აზრით, როგორც ხედავთ დღევანდელ დისკუსიაში, ძიმე შეცდომას უშვებს, ამ შეცდომის ანალიზი მოხდეს და სწორი დასკვნები იქნას გამოტანილი ყველასთვის, მათ შორის ამ შეცდომის ავტორებისთვის, რის ნიშნებსაც სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ანუ ესეც მნიშვნელოვანია მომავლისთვის ზოგადად, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ამ მიმდინარე პროტესტის დროს არის მნიშვნელოვანი, რომ ამის გაზრება მოხდეს და ამ თემას დაეთმოს დრო ყველა ინტერაქციაში მოქალაქეებთან, იმ ხალხის მხრიდან, ვინც პროტესტზე დადის და ვისაც ყავს ახლობლები, რომელიც ჯერ არ შემოერთებიან პროტესტს. ან ვინც შემოერთდნენ, მაგრამ ეს თემა აწუხებთ მათთანაც, რომ ამ თემაზე ჩვენი სწორი სიმართლეზე დაყრდნობილი გზავნილი მივიტაროთ. ამ პროტესტის წარმატებისთვის, ივანიშვილის რეჟიმის ეხლა დამარცხებისთვის, არა უბრალოდ მომავალი არჩევნებისთვის, არის მნიშვნელოვანი, რომ ეს შეცდომა განმეორებული არ იქნას და ეს აბსურდული არგუმენტები იქნას ბოლომდე პოლიტიკურად გადაგდებული გვერდზე და ჩვენ დიახ, ეხლა დღეს იყო უკვე, მე მგონი, პირველი დებატებიც კი პროტესტის ადგილას რუსთაველზე, სხვა ადამიანების შორის ამ საკითხზე და ეს თემა გავაგრძელოთ და მათ ლეგიტიმური ნიაღვარით სიმართლის უპასუხოთ ამ სიცრუის ნიაღვარს, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს ყოველ დღე.